მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, როგორც იქნა დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. დღევანდელ ვლოგში მინდა რომ ბავშვისთვის საძინებელი მოვაწყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანია მინდა ამ ვიდეოს გადაღება, უბრალოდ ხან რას ველოდები, ხან რას ფარდები იყო მოსასვლელი, გამოწერილი იყო და მაინც ყველაფერი არ მოვიდა. მინდა რომ შევცვალო გადასაფარებელი, ფარდები და მოკლედ გავალამაზო. ბავშვის საწოლი მოსულია, უკვე ავაწყეთ, ველოდებით ბავშვის მატრასს და უკვე ვეღარ გადავდებდი, მატრასი არ არის, მატრასის გარეშეა, მაგრამ არაუშავს მაინც გავაკეთებ, რადგან ამ დღეებში უნდა მოვიდეს მატრასი თან. ეს ბოლო დღეებია თავს უკვე ისე კარგად აღარ ვგრძნობ და აქამდე როცა მეგონა რომ ამაზე უარესი რა უნდა მომსვლო და ახლა ვხვდები რომ აქამდე ძალიან კარგად ვიყავი, ძალიან კარგად. ცუდად ვარ ახლა. ასე რომ ვჩქარობ და სულ მგონია რომ ვერ მოვასწრებ, ამიტომ დღეს ვალაგებთ საძინებელს. სანამ დავიწყებთ დღევანდელ ვლოგს, მინდა გაჩვენოთ როგორი ლამაზი თებშები შევიძინე. სიმართლე გითხრათ, ამ თებშებზე რასაც ქვია ვოცნებობ. და ძალიან დიდი ხანია მქონდა ნანახი რომ იყო ფიქს პრაისში, არ ვიცი საქართველოს ფიქს პრაისში იყო თუ არა, მაგრამ რუსეთში რომ იყო ზუსტად ვიცი, ჩვენთან ასეთი თებშები არ არსებობდა და ყოველთვის ბრაზდებოდი იმაზე რომ ევროპაში როგორ ვერ მოიფიქრეს ასეთი სილამაზეები და მოკლედ ძალიან მინდოდა გუშინ ვნახე და შევიძინე სასწრაფოდ 4 ცალი, 2 არის წითელი, ხოლო 2 სტაფილოსფერი. არის ულამაზესი, თან გიჟდები, ისე მიყვარს შემოდგომა და შემოდგომაზე მაგიდის სერვირება, ამიტომ ეს ლამაზი თებშებიც გაალამაზებს ჩემს შემოდგომას. ასევე შევიძინე ასეთი თმის დასახვევი. ჩემს წარმოდგენაში ძალიან ლამაზ ტალღებს უნდა აკეთებდეს, ზაფხულს და ზღვას რომ უხდება ისეც. მოკლედ ვიფიქრე რომ ვნახავ თუ შედეგით დავკმაყოფილდი, დავიტყვევ თუ არა და დავაბრუნებ ასეთ სახვევს. მგონია რომ ძალიან ლამაზი უნდა იყოს და აუცილებლად დავტესტავ თქვენთან ერთად. ახლა მინდა რომ რაღაც დიეტური მოვიმზადო ჩემთვის. როგორც იცით, 8 თვის ორსული ვარ და თითქმის 15 კილო მაქვს უკვე მომატებული, ამიტომ მინდა რომ მოვერიდო უკვე ტკბილეულს და შაქარს. მთლად დიეტურიც არ არის, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესია ვიდრე მაღაზიის ფუნთუშეულები, ნამცხრეულები და ტკბილეულები. ავიღებ ასეთ ორცხობილას, ასევე იოგურტს, დავუმატებ ცოტა თაფლს და აქ მაქვს გაყინული კენკრა. ავაწყობ როგორც ჩინური ტორტი, აი აქ რადგან ვიცი რომ ჩემს მეტი არავინ მიირთმევს, რადგან სახლში უამრავი ტკბილეული და ნამცხრეულობა, ამიტომ მხოლოდ ჩემთვის მოვიმზადებ, იმედი მაქვს რომ გემრიელი იქნება. იოგურტი არის საკმაოდ სქელი, ამიტომ ცოტა რძეს დავამატებ, რომ შემდეგ ორცხობილად კარგად დარბილდეს. ისე შეიძლებოდა რომ წყალი დამემატებინა. ასეთ საკმაოდ თხელი გავაკეთე, რადგან მინდა რომ კარგად შეიწოვოს ორცხობილა. და ვიწყებ აწყობას როგორც ჩინური ტორტის.
ჩემი ნამთვარიც მზად არის, აი ასე გამოიყურება და წესით გემრიელი უნდა იყოს. ზემოდან მოვასხისავით შოკოლადით, აი ეს შავ შოკოლადი მქონდა ნატეხი და ის გადავატნე და ზემოდან მოვასხი, მგონია რომ გემრიელი უნდა გამოვიდეს. ახლა რამოდენიმე საათით ჩავდებ მაცივარში, დავალაგებ საძინებელს და შემდეგ გავსინჯავ. ასე გამოიყურება ახლა ჩემი საძინებელი, გარეთ წეღან საშინელი წვიმა იყო და ახლა მზემ გამოანათა. კარგია რომ ფანჯრების გაწმენდვასაც შევძლებ. აქ დევს გოჩას საწოლი და პატარას საწოლი. ჯერ პირველ რიგში დავალაგებ აქეთა მხარეს და შემდეგ გადავინაცვლებ უკვე ბავშვის საწოლის გაფორმებაზე, რადგან გასაფორმებელია მთლიანად. ჯერ გაჩვენებთ რა ვიყიდე აქეთა მხარისთვის გასალამაზებლად და შემდეგ გაჩვენებთ უკვე რა შევიძინე პატარასთვის. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, საშინელი ჰაერის უკმარისობა მაქვს, ამიტომ ბოდიშს ვიხდით ჩემი აბდა-უბდა ლაპარაკისთვის. ეს არის მუქი ფერის ფარდები, არის კრემის ფერი, არ ვიცი ეს როგორი მატერია და თხელი, ასევე კრემისფერი ფარდები. ახლა ვფიქრობ რომ ესენი ჩავიტანო დაბლა, ჩავრთო 20 წუთიან რეცხვაზე, სანამ აქ გამოვცვლი თეთრეულს და გავწმენდავ ფანჯრებს, ესენიც გაირეცხება. ვფიქრობ რომ კარგი კომბინაცია ასეთი სქელი ფარდების და თხელი ფარდების შეხამება. ორივე არის კრემისფერი და ასევე გადავწყვიტე რომ გადასაფარებელი ყოფილიყო მუქი მწვანე. სინამდვილეში უფრო ხასხასა და ლამაზი მუქი მწვანეა, არ ვიცი რატო ჩანს აქ რაღაც უსიცოცხლო ფერი. თავიდან ვფიქრობდი რომ აქ გადამეფარებინა კრემისფერი გადასაფარებელი და მეყიდა კრემისფერი გადასაფარებელი, იმის გამო რომ კრემისფერი გადასაფარებელი მაქვს, შავიც მაქვს, თეთრიც მაქვს, სერიც მაქვს და გადავწყვიტე რომ რაიმე ახალი შემომეტანა და ავიღე მწვანე ფერის. რა ცუდი ფერი ჩანს კამერაში. ნუ მოკლედ დავიწყოთ. I took a dive, I didn't know I'd fall so deep into your eyes. I've never been somewhere so sweet, I'm hypnotized. Yeah, you put my mind at ease, yeah, you're divine. I'm thankful that you're mine. Looking at me like people are looking at their phones. I've spent 7 years looking for love that I can hold. Now I know your love is all I need. Now I know, yeah, your love is all I need. Running around with you always by my side, off of the ground. Cause the feeling's so damn high, I'm hypnotized. Yeah, you put my mind at ease. God, you're divine. I'm thankful that you're mine. Passport, hotel, jet plane, and my life won't ever be the same. Got you all up in my brain. Love the way you changed me for the better. Got me through bad weather. I want you all the time. I love the way you looking at me like people are looking at their phones. I've spent 7 years looking for love that I can hold. Now I know your love is all I need. Now I know, yeah, your love is all I need.
some kind of magic. We both know it right away. I came here to party, don't want it to end. Getting real ecstatic. We both know it right away. When I see you dancing, I know you're a 10. It's some kind of magic. We both know it right away. I came here to party, don't want it to end. Getting real ecstatic. I feel this vibe goes from my heart right to my fingertips. My fingertips. Oh, I need you to tell me now how much you're into me. Oh, right away. I feel this vibe goes from my heart right to my fingertips. My fingertips. Oh, I need. ასეთი გამოვიდა ერთი მხარე არის ულამაზესი და ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა. უბრალოდ ცოტა პატარა არის გადასაფარებელი. ჩემი საწოლის სიგანეში არის 1.40 მ, ხოლო გადასაფარებელი არის 1.80 მ და თითქოს პატარაა. კარგი იქნებოდა თუ კარგად გადმოეფარებოდა, უბრალოდ 2 მეტრაზე არ იყო ასეთი ფერი არ იყო დიდი, ამიტომ ეს ავიღე და ასეც ლამაზია. ვფიქრობ, რომ ეს პატარა ბალიშები დავამატო კრემისფერით და უფრო ლამაზი გამოვა. ფარდებიც ულამაზესია, დიდი იმედი მაქვს, რომ დაიჭერს და არ ჩამოვარდება. ვეცადე რომ რაც შეიძლება მსუბუქი ფარდები ამეღო და ეს ფარდები არის მსუბუქი. როგორც ყოველთვის დავკიდე სველი, ახლა გაშრება თვითონ და გასწორდება. ამის გამო აღარ დასჭირდება დაღუთოვება. გადმოვიდეთ მეორე მხარეს, ეს არის პატარა საწოლი, არის პატარა სახლის ფორმის, აქვს თავისი ფარდა და მინდა რომ უკან დავამაგრო მანათობლები. ახლა გეტყვით რა არის ეს და ეს არის ჩემი მოფიქრებული, უпроსტად ასე მეგონა რომ მე მოვიფიქრე და მეგონა რომ ჩემზე ჭკვიანი არავინ არ იყო საერთოდ. შემდეგ ვნახე ინტერნეტში, დავურთავ ასევე ფოტოებსაც, რომ ასეთი რაღაც მართლა არსებობს. სარდაფში მქონდა ეს ფანერა, რომელიც იყო გადასაჭრელი და ჩემო მომამთილმა ზომებიზე გადამიჭრა, რაც უღრმესი მადლობა მას და იდეალურად ჩაჯდა აქ. აქ ნებისმიერ დროს შეგიძლია დადო, ახლა გეტყვით რის გაკეთებას ვაპირებ. მოკლედ, ამის დამაგრება მინდა დაბლა, რომ არ იმოძრავოს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის, რადგან მოძრაობს. აი, აქედან თუ დავამაგრებ, უკვე აღარ იმოძრავებს, აღარ გამოვა. აი, ამ სპეციალურ გამოსაცვლელ ბალიშს დავდებ აქ, აი ასე და პატარას გამოვოცვლი. ამ დიდი საწოლის ხმარებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან არის ძალიან დიდი. გამოწერილი მაქვს უკვე აი ასეთი საწოლი, ასევე დავურთავ სურათს, რომელიც აქვე იქნება ჩემს გვერდით და აქ შეიძლება მხოლოდ დღისით დაიძინოს. მგონია რომ ეს ადგილიც ეყოფა ხანდახან რომ უბრალოდ დავაწვინო ხოლმე დასაძინებლად და ჯერჯერობით გამოსაცვლელი ადგილი იქნება აქ. ეს არის ხე, აქაც ეტყობა რომ გადაჭრილია და არ მინდა რომ დაიკაწროს, ამის გამო ვიყიდე ეს გადასაკრავი, რომელსაც გადავაკრავ, თეთრი მინდოდა, თეთრი არ იყო და რაც იყო ის ავიღე ღია ფერის. ასევე ეს მანათობელი ღრუბლის ფორმის, რომელსაც აი აქ დავკიდავ და ასევე გვაქვს სათამაშო, რომელიც ტრიალებს და მღერის, ასევე ვფიქრობ რომ აქ დავკიდო. ან ჯერჯერობით არ დავკიდავ, არ ვიცი. როგორც უკვე გითხარით, მატრასი არა გვაქვს. დაბლა არის ბავშვის ტანსაცმელი, რომელიც არის ცოტა დიდი, ასევე არის საბნები და სხვადასხვა რაღაცეები, აი აქ
აქაც მინდა რომ ჩამოვაფარო ზეწარი, აი ასეთი ზეწარი, გრძლად, ასევე ფოტოს დავურთავ, რისი გაკეთება მინდა, რამდენიმე დღის უკან ნახე ინტერნეტში და ძალიან მომეწონა ეს იდეა და ვფიქრობ, რომ ასე გავაკეთო, ჯერ გავაკეთებ და ვნახავ თუ მომეწონება დავტოვებ. მინდა რომ აი ეს ბანტები ასევე გამოვწერე ამაზონიდან, აი ამ ადგილებში მივამაგრო და იქეთ იქნება თეთრი ზეწარი და აქ იქნება ეს ბანტები. ბანტები მაქვს 5, ჩემი გამოთვლით 4 უნდა იყოს წესით. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა. ეს რბილი ბალიშები აქ უკვე დავომაგრე, ცოტა დიდია ეს ბალიშები, მაგრამ ვფიქრობ რომ მატრასი რომ მოვა, მატრასი ჩამოეფარება და კარგად ჩაჯდება, ასევე აქვს თავისი ბალიში და პატარა გადასაფარებელიც. სინამდვილეში არის აი ასეთი, მაგრამ ვფიქრობ რომ ცისფერი, 1 ტონის ცისფერი უფრო მოუხდება. ასევე ეს სერგოს სუნამოების კოლექცია გადმოვა აქ დაბლა და აქ მინდა რომ პატარას რაღაცეები დავაწყო. აი ეს რაღაცეები პატარასი ასევე წიგნებით მინდა რომ გავაფორმო და აქ ჩაჯდა ეს ხის კორბი თუ ხის ყუთი, სადაც შემდეგ ჩავაწყობ ბავშვის ჭუჭყიან ტანსაცმელს. კიდევ რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს კარადა ვისაც გახსოვთ, გადავჭერით. ჩემმა მამამ თილმა გადაჭრა აი ეს ასეთი კარადა მოკლედ მოხსნეს და დარჩა ეს. იდეალურია. აი ასე. და ამის გამო ახლა ადგილი განთავისუფლდა საწოლისთვის, აქამდე არ გვქონდა ადგილი და ვეძებდით აქ კამოდს. კამოდი მინდოდა რომ ყოფილიყო ასეთი მაღალი და ასეთივე ჩასაწყობებით, რომელიც ვერ ვნახეთ და ჯერჯერობით იქნება ასე, სანამ ვნახავთ რამე შესაფერის კამოდს. მოკლედ იმდენი რამე მაქვს გამოწერილი, იმდენი რამე მაქვს ნაყიდი, რომ ზოგი რამ მავიწყდება რომ გაჩვენოთ. ეს არის პატარა ჩანთა, რომელიც ჯერ არ ჩამილაგებია. ეს არ ვიცი რა ჰქვია და როგორ დავარქვა, ეს არის საწოლის ჯიბე. და ვფიქრობ რომ ამ ჯიბეს აი აქ დავკიდებ და ჩავდებ საფენს, ერთ მხარეს საფენს, მეორე მხარეს სველ ხელსახოცებს და აქ რომ გამოვუცვლი ბავშვს, ვფიქრობ რომ გამომადგება და იქნება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი. რამოდენიმე დღის უკან მივიღეთ ასევე საჩუქარი ჰიპისგან, უნდა დარეგისტრირდეთ ჰიპის საიტზე, დაარეგისტრირდეთ თქვენი ორსულობა და მოვა ასეთი საჩუქარი. გაჩვენებთ რადევსში, ეს არის ბავშვის წიგნაკის გადასაკრავი. ეს წიგნაკი შემდეგ ბავშვს 8 თუ 9 წლამდე გამოადგება. ეს არის ბავშვთა ექიმის წიგნაკის გადასაკრავი. ასევე იყო ბავშვის ზეთი. ეჯერადი ჩანთის ხელსახოცი, სხვადასხვა კუპონები, რომლებსაც მივალდა მაღაზიებში ავიღებ. ეს მაგალითად ერთი ჰიპის შეკვრა საფენებს თუ შევიძენ, მეორეს საჩუქრად მივიღებ და თითქმის ყველა მაღაზიაში შეიძლება ამის ყიდვა და ასევე ნახევარფასად ვყიდულობ ჰიპის ცվել ხელსახოცებს და ასე შემდეგ. ასევე იყო წიგნაკი, სადაც არის მითითებული თუ რა არის საჭირო პირველ დღეებში ბავშვისთვის და დედისთვის. ძალიან საინტერესო წიგნია. ეს არ ვიცი რა არის.
და ასევე მოვიდა აი ეს არის რაღაცეების ჩასაწყობი, აი ასეთი რაღაც უნდა გამოვიდეს, პატარა საწოლია და ამ საწოლში იდება თვალწდები, შამპუნები და რაღაცეები შეგიძლია რომ ლამაზად დადო, ასევე ავაწყობ და დავდებ მაღლა თაროზე. რაც შეეხება ბავშვის გამოსაცვლელ ზონას, ასე მოვიფიქრე ადგილის ნაკლებობის გამო, დიდი სიამოვნებით შევიძენდი სპეციალურ კარადას და დავდგავდი გვერდით უბრალოდ იმ კამოდში, რომელიც გადავჭერით არის ჩემი და სერგოს ტანსაცმელიც, ასევე უბრალოდ ვერსად ვერ წავიღებ, ამიტომაც გვაწყობს რომ დიდი კამოდი შევიძინოთ სამომავლოდ, რომელიც ჯერ ისეთი ვერ მიპოვია რომ დამაკმაყოფილოს. ეს კამოდი მომწონს, იმიტომ რომ არის მაღალი, რაც მთავარია და არის დიდი ადგილი. პატარა კამოდი ბავშვის ტანსაცმელებით, რომელიც შემოსასვლელში მაქვს, არ არის სიმხელაზე დიდი, არის პატარა, სათავსოებიც პატარა აქვს, თავიდან ვფიქრობდით რომ ზუსტად იდენტური გვეყიდა და დაგვედგა აქ ჩვენთან საძინებელშიც, მაგრამ ჯერჯერობით გადავიფიქრე, რადგან მართლა პატარა ადგილია და თვითონ ნივთები გვაქვს ძალიან ბევრი. ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ, რომ ადგილი არის ძალიან ცოტა, ხშირად მეწერენ კომენტარებში, რომ გვაქვს თუ არა ბინის შეცვლის უფლება. რა თქმა უნდა გვაქვს კანონის მიხედვით, განსაკუთრებით ახლა, როცა კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაგვემატება, უბრალოდ ცოტა ძნელია ახალი ბინის შოვნა, რადგან ჩვენ თვითონ უნდა მოვძებნოთ, რა თქმა უნდა ვეძებთ და დიდი ხანია ყველგან შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ ამაოდ, რადგან პირველ რიგში ეხმარებიან იმათ, ვისაც ეხმარებიან კი არა, აძლევენ ბინებს იმათ, ვისაც არ აქვთ საერთოდ ბინა და ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში, ამიტომ ცოტა ძნელია და გაჩვენებთ უკვე საბოლოო შედეგს, რადგან დანარჩენი უკვე კადრის მიღმა დავალაგე და დრო აღარ იყო მეტი, თან ტელეფონიც დამოწდა, ამიტომ ახლა გაჩვენებთ უკვე საბოლოო შედეგს. ასეთი ლამაზი გამოვიდა საწოლი, ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა და სიმართლე გითხრათ,
ამ ბანტებზეც ცოტა ვფიქრობდი გავუკეთო თუ არა და მიხარია რომ გადავწყვიტე და გავუკეთე, რადგან ძალიან ლამაზია. ამ დღეებში მატრასიც რომ მოვა, მატრასიც კარგად დაჯდება, შემდეგ უკვე გადასაფარებელსაც გადავაფარებ და მთლიანად აიწყობა. ეს მანათობლებიც ძალიან უხდება. ეს პატარა შუქი ასევე მანათობელი. რაც შეეხება ამას, ეს დავამაგრე დაბლა, გავუკეთე ის პატარა ჯოხი და ახლა საერთოდ აღარ მოძრაობს, აი დგას. აქ არის ჯიბე, აქ შემდეგ საფენებს ჩავდებ და ხელსახვეცები. ეს პატარა სათამაშო, ასევე მინდოდა ამ სათამაშოს დაკიდება და გადავიფიქრე ჯერჯერობით, რადგან შეიძლება ეს სათამაშო შემდეგ აკვანზე დავკიდო, რომელიც აი აქ იდგება და ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ადრეა. ესეც პატარა თარო, პატარა ბაიასი და დანარჩენი თაროებიც. დღის მეორე ნახევარში ისევ წვიმა წამოვიდა და ჩემს გაწმენდილ ფანჯრებს მხოლოდ ეს გააკლდა. რაც შეეხება დესერტს, გამოვიდა უგემრიელესი, ძლივს შევიკავე თავი, ლამის მთლიანად შემომეჭამა. არის მართლა ძალიან გემრიელი, ახლა უკვე ვიცი რომ რამოდენიმე კომბინაციას გავაკეთებ სხვადასხვა ხილით, ასევე ზემოდან ძალიან უხდება შოკოლადი, ეს მჟავე ხილი, მოკლედ ძალიან გემრიელი გამოვიდა, ვინც დიეტაზე ხართ და ერიდებით კალორიულ ნამცხრებს და დესერტებს, გირჩევთ რომ მოამზადოთ მსგავსი, ასევე ვფიქრობ რომ ტერამისუს მსგავსით შეიძლება ასე იოგურტით მომზადება და ვფიქრობ რომ შემდეგში პროტეინიან იოგურტს ავიღებ, რომ უფრო ნაკლები კალორია ჰქონდეს. ასევე ვფიქრობ ორცხობილის მაგივრად გამოვიყენო სიმინდის ან ბრინჯის ვაფლები, რომ უფრო ნაკლები კალორია ჰქონდეს. I'll be there when the lights don't shine. I'll be there in the sleepless nights. I'll be there, make you feel alright. I'll be there, I'll be there. I'll be there when the lights don't shine. I'll be there in the sleepless nights. I'll be there, make you feel alright. I'll be there, I'll be შეეხება თმას და თმის უთოს, სხვათა შორის მომეწონა. ახლა არ მქონდა კარგად გამშრალი თმა და ნახევრად ცվել თმაზე გავიკეთე თან. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე დღეს და თავი არ მქონდა ამდენი ხანი დგომით, ამიტომ უცებ გავიკეთე, მაგრამ ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. სხვა დროს მინდა რომ გავიკეთო ასე, რომ ყველა იყოს ასე ერთ ტალღაზე, ყველა თმა. ახლა ჩანს რომ არეულია და მინდა რომ ყველა ასე იყოს. ლამაზი უნდა გამოვიდეს. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ.
მომავალ შეხვედრამდე.